მე სიმართლე მაინტერესებს. არსებობდა შემოქმედი თუ არ არსებობდა შემოქმედი? ვიცი რომ დღეს ეს პოპულარული შეხედულებაა, მაგრამ ჰოკინგმა გახადა ასეთი. შემოქმედის საჭიროება არ არსებობს. შემოქმედს გასაკეთებელი არაფერი აქვს, მაგრამ მე მისი არგუმენტები ძალიან ყურადღებით გავაანალიზე. სინამდვილეში, მათზე წიგნის დავწერე, სახელწოდებით ღმერთი და სტივენ ჰოკინგი და მისი მეთოდი შემოქმედის თავიდან მოსაშორებლად ჩემი აზრით საერთოდ არ მუშაობს. რადგან რასაც ის აკეთებს და სხვაებიც იმავეს აკეთებენ, მაგალითად ლოურენს კრაუსი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ისინი საუბრობენ სამყაროზე. კარგით, ნებამომეცით ჰოკინგის ციტატა მოვიყვანო. ის ამბობს, რადგან არსებობს ისეთი კანონი, როგორიცაა გრავიტაცია, სამყაროს შეუძლია და ის შექმნის საკუთარ თავს არაფრისგან. როდესაც ეს პირველად წავიკითხე და ეს არის მთავარი დებულება ჰოკინგისა და მლოდინოვის წიგნში დიდებული დიზაინი, ეს არის მთავარი დებულება. გაოგნებული დავჭი, რადგან ეს თავიდანვე წინააღმდეგობრივია. რადგან არსებობს გრავიტაციის კანონი, რადგან არსებობს რაღაც